მოგესალმებით მეგობრებო, შემოვიდა SMS-ები, რომ რატო არ ვიღებდი ყინულზე ვიდეოებს და ასე შემდეგ. არ გვაქვს მეგობრებო, არ გქონდა ეს 3 წელია ისეთი ყინული, რომ შევსულიყავი და მეთევზაო. მარტო ჩემ თავზე ხო არ ვიფიქრებდი, ხო? იქ ჩემ მაყურებელსაც ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩემ გამომწერებელსაც ვფიქრობ, იმიტომ რომ იქ ყინული ეგრე არ არის, გაიყინა და შევედი და ვითევზაო. იმას სპეციალურად იმ ხელაზე უნდა გაიყინოს, რომ ადამიანსაც გაუძროს, იქ გახვრეტასაც გაუძროს, მე ჩვენ ტემპერატურასაც გაუძროს და ასე შემდეგ. არ იყო და მაგიტომაც არ ვიღებდი. ეხლა გამოჩნდა ერთი ლოკაცია, რომელიც ძალიან მაგრად იყინება, უბრალოდ ორი ლოკაცია ასეთი და შევეცდები, რომ წელს გადავიღო ყინულზე თევზაობა. თუ არა და მომდენო წელს უეჭველი გადავიღებ. რა თქმა უნდა, ადამიანებზეც ჩვენ გამომწერებელს უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოება პირველ რიგში, ჩემო მეგობრებო, უსაფრთხოება პირველ რიგში.